გამარჯობა, დღეს ბონსაის ზამთრის ესთეტიკაზე მოკლედ მინდა გესაუბროთ. როგორც წესი, ბონსაი გაზაფხულზე ან შემოდგომაზე უფრო მოსწონთ ხოლმე. გაზაფხულზე ყვავილობის, ხოლო შემოდგომაზე ფოთლების ლამაზი შეფერილობის გამო. თუმცა არსებობს ხალხის კატეგორია, ამ კატეგორიაში მე შევდივარ, ვისაც ბონსაები ზამთარში უფრო მოსწონთ. მოკლე ვიდეოში ძალიან გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ მომწონს ზამთრის ბონსაები უფრო მეტად. თუმცა პირადად ჩემთვის მათ ძმები გრიმების, ზღაპრების, ან ტიმ ბარტონის ფილმების, კინემატოგრაფიაში კი უფრო მაჩახედული ხალხისთვის ვიტყვი, რომ გერმანული ექსპრესიონიზმის 20-იანი წლების ფილმების ესთეტიკა აქვს. ეს ყველაფერი მე კი ბავშვობიდანვე ძალიან მომწონა და ამით იხსნება ჩემი ზამთრის ბონსაების მიმართ სიყვარული, თუმცა ბონსაის სპეციალისტების უმეტესობისთვის ზამთარი იმით არის საინტერესო, რომ ამ პერიოდში ხესფოთლები არ აქვს და ძალიან კარგად და ნათლად ჩანს ყველა ის პატარა დეტალი, რომელზეც ბონსაის სპეციალისტმა ამდენი წელი იმუშავა. ვფიქრობ, ბონსაის კულტურა დამატებით ამით არის საინტერესო, რომ ერთი და იგივე ხეს წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხასიათი მოაქვს.